ჩვენ დღევანდელ გადაცემაში ვსაუბრობთ იურისპრუდენციაზე, ადვოკატებზე და ადვოკატებთან ურთიერთობაზე და ახლა კიდევ ერთ საკითხი, რამდენადაც ადვოკატის მომსახურება მაინც და მაინც იაფი არ ჯდება, მაგრამ კარგია ის, რომ არსებობენ ორგანიზაციები, მათ შორის კონსტიტუციის 52 მუხლით, რომლის წარმომადგენელი ცოტა ხნის წინ ყავდა სტუმრად, რომელიც მოქალაქეებს თავაზობს უფასო იურიდიულ კონსულტაციებს. ამ ორგანიზაციების შესახებ ახლა თათია დარასელია მოგუყვება. მოქალაქეებს უფასო იურიდიულ მომსახურებას არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახური სთავაზობს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტები ნებისმიერ მოქალაქეს როგორც სამოქალაქო, ასევე ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით უწევენ კონსულტაციას. ეხმარებიან სამართლებრივი დოკუმენტაციების მომზადებაში, გარკვეულ შემთხვევებში კი ადვოკატის უფასო მომსახურებასაც სთავაზობენ. არასამთავრობო ორგანიზაციას ქვეყნის მასშტაბით 8 ფილიალი აქვს. სურვილის შემთხვევაში მოქალაქეს ონლაინ კონსულტაციის მიღებაც შეუძლია. ორგანიზაციას ორსაიას აქვს დადგენილი კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ხელმძღვანელობს კონკრეტული საქმე ჩაჯდება თუ არა ორგანიზაციის კრიტერიუმებში. მაგალითად, ესეთი კრიტერიუმი შეიძლება იყოს ის, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო სახელმწიფოს მხრიდან აშკარად ირღვევა კონკრეტული პირის უფლებები, კონკრეტულ თემებზე, მაგალითად დისკრიმინაციის შემთხვევები და ასე შემდეგ. თუ საია იღებს საქმეს საადვოკატოდ, ან კონკრეტულ ბენეფიციარს, როდესაც გამოვიყოთ ადვოკატს კონკრეტულ საქმეზე, ჩვენ ამ საქმეს ვოლონტერად თქმა უნდა მივყვებით, ვიცავთ კონკრეტული პირის ინტერესებს სასამართლოში, ეს შეიძლება იყოს პირველი ინსტანცია, შემდეგ აპელაცია და თუ საჭირო გახდა უზენაეს სასამართლოშიც. ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის კონსტიტუციის 52 მუხლის მთავარი პრიორიტეტიც მოქალაქისა და სახელმწიფოს შორის არსებული დავებია. თუმცა მიუხედავად ამისა, ორგანიზაციის იურისტები თითოეულ განცხადებას განიხილავენ და ნებისმიერ მოქალაქეს ეხმარებიან, მათ შორის ონლაინ ფორმატში. მოქალაქეს პრინციპში იმის საშუალება, რომ მიიღოს სათანადო კონსულტაცია თუ როგორ უნდა წარმართოს საქმე, რა მიმართულებით წაიყვანოს, რა არის სტრატეგიული მისთვის, აქ უფრო შესაძლებელია და უფრო მარტივია. სასამართლო წარმომადგენლობები ზოგადად შეზღუდულია ხოლმე და ყველა მოქალაქის და ყველა კატეგორიის საქმეებზე ფიზიკურად შეუძლებელია ამის განხორციელება. განსხვავებით არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახური უფასო სამართლებრივ დახმარებას უშუალოდ სოციალურად დაუცველ და გადახდის უუნარო მოქალაქეებს უწევს. მისი სარეიტინგო ქულები უნდა იყოს ტოლი ან ნაკლები 70,000 ქულისა. რიგ შემთხვევებში ეს არის 100,000 ქულა. იმ პირებისათვის, ვინც არიან დევნილი მოსახლეობა, ომისა და შრომის ვეტერანები, 18 წლამდე ასაკის ფსიქიკური პრობლემების მქონე პირები, ასევე დედმამითობული პირები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვისაც ასევე არის გათვალისწინებული უფასო იურიდიული დახმარება, ეს კანონმა გაითვალისწინა, კანონმა ასევე გაითვალისწინა ფსიქოსოციალური საჭიროების მქონებით უფლებების დაცვა იმ საკითხთან მიმართებაში, რაც გულისხმობს მათთვის მხარდაჭერი პირების დანიშვნას. იურიდიული დახმარების სამსახური მოქალაქეების მომსახურებას ბიუროს, საკონსულტაციო ცენტრების და მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრის მეშვეობით ახორციელებს. უახლოეს მომავალში კი ონლაინ კონსულტირების გაფართოება და დახვეწა იგეგმება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ როდესაც ეს ცალკე-რგოლად ჩამოყალიბდება ეს ონლაინ კონსულტაციების რგოლი თუ სამსახური თუ განყოფილება, ეს კიდევ უფრო გააზრდის კონსულტაციების რაოდენობას და რა თქმა უნდა მოსახლეობასაც მივაწვდით ამის თაობაზე ინფორმაციას. არსებული მონაცემების მიხედვით გასულ წელს მხოლოდ იურიდიული დახმარების სამსახურის უფასო იურიდიული მომსახურებით 11,000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. კონსულტაცია კი 24,000-მდე მოქალაქემ გაიარა. დიდი მადლობა თათია.